საქართველოს სიმნით გახსნეს ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ნიგოზეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება. მოსწავლეებმა მეოთხე კლასელებს სპეციალური საღამო მოუწყვეს და კონცერტზე მშობლები და პედაგოგები მოიწვიეს. საგანგებოდ მორთულ სცენაზე პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასელები ერთმანეთს ლექსებითა და სიმღერებით ენაცვლებოდნენ. ძალიან ლამაზი დღეა დღეს. მასწავლებელმა მართლაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ბავშვურ ცხოვრებაში. რის წინაც დიდი მადლობა უთხრა მას. ჩემს ამხანაგებს კი მინდა ვუსურო წარმატებები და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებ. ამ კონცერტში რომ მონაწილეობ, ძალიან მიხარია და ვაცილებ მეოთხე კლასელებს მეხუთე კლასში. ახლა გადავდივარ მეორე კლასში. ძალიან მიხარია რომ ზეიმი მაქვს. მოსწავლეების შემოქმედება ამით არ დასრულებულა, მათ სცენაზე ზღაპარი კომბლე გააცოცხლეს. არა კომბლე ბატონო, შენ ხომ მიცნო ვინცავა, არ მინახავ შენი ცხოვრები, ჩემ კაცობას ფიცავა. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და ჩემი მასწავლებლები, ჩემი მიზანია რომ კარგად ვისწავლო და გავახარო დედაჩემი. მე მუზეუმზე ვცეკვავ, მღერი ვარ, ლექსებს ვყვები. ჩვენი ბავშვები ძალიან ლამაზები, ძალიან მშვენიერები, ძალიან ორგანიზებულები იყვნენ. ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს ორგანიზატორს, რომელმაც ბავშვები ასეთვე კარგად მოამზადა ლატავრა მჭედლიძეს. მოგვიანებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სცენა მომავალ პირველ კლასელებს დაუთმეს. ნიგოზეთის საჯარო სკოლაში 2015 სასწავლო წელს სულ 4 ბავშვი შევა. ძალიან ლამაზი კონცერტია. ბავშვები ძალიან ლამაზები და ორგანიზებულები იყვნენ. მეც და ჩემი შვილის ნასიამოვნები ვართ კონცერტით. მადლობა ლატავრა მასწავლებელს. მე ჩემი შვილი ამ სკოლაში შემომყავს. ვიცი ხშირად მოეწყობა მსგავსი ღონისძიებები. ღონისძიების ორგანიზატორი ნიგოზეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ლატავრა მჭედლიძე იყო. საინტერესო მხიარული ცხოვრებით სავსე დღეები, ასე შეაფასა მან განვლილი 4 წელი. ეს დღე მართლაც ამაღელვებელია ჩემთვის, იმიტომ რომ დღეს მეოთხე კლასს ვაცილებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის განვლილი გზა, რომელიც 4 წლის მანძილზე ერთად გავიარეთ. იყო საინტერესო, დაძაბული და მხიარული ცხოვრებით სავსე დღეები. და მე იმედი მაქვს, რომ ბავშვები ამას არასოდეს არ დაივიწყებენ. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო წინსვლა, წარმატებები და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება. ღონისძიების დასასრულს ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობისთვის დიპლომები გადასცა. ქალბატონი ლატავრა მრავალი ასეთი ღონისძიების ინიციატორი არის და მოსწავლეების, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ აი ამ ღონისძიებების ჩატარებაში. ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება, მეტად საინტერესოდ, ხალისიანად გვაჩვენეს თავიანთი შემოქმედება. ეს ბავშვები არიან ძალიან ინტერესიანები, მათ მშობლების და მასწავლებლებიც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ. მარტო ამ ღონისძიებით კი არ გამოირჩევიან, მათმა რამდენიმე ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს კიდეც. კულტურის ცენტრის ნიგოზეთის საკლუბო დაწესებულების სპეციალისტმა მარინე სიფრაშვილმა თავისუფალ ხატვაში გამარჯვებული ნიგოზეთის საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს სიგელით დააჯილდოვა. კონცერტში მონაწილე 12 მოსწავლეს წარმატებები უსურვა და წიგნებით დაასაჩუქრა ნიგოზეთის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ინა ასანიძემ. ნიგოზეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ძალიან ლამაზი ღონისძიება, ულამაზესი აღფრთოვანებული ვარ, გაოცებული ვარ, მინდა გითხრათ, ესეთი საღამოები არც ისე ხშირად ტარდება. მეოთხე კლასელებისადმი მიძღვნილი კონცერტი აპლოდისმენტებისა და ფეიერვერკების ფონზე დასრულდა.